რომ ეს თანხა სავალუტო ფონდმა საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად გამოყო მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ახალ ტრანსში მოსახლეობაზე არ აისახება და სამხარევლო კალათის გაძვირებას არ გამოიწვევს, თუმცა ახალ საგარეო ვალზე განსხვავებული განმარტებები ისმის ოპოზიციისა და ექსპერტებისგან. საქართველოს მთავრობა ქვეყნის საგარეო ვალდებულებას 140 მილიონი დოლარით ზრდის. საერთაშორისო სავალუტო ფონდმა სამწლიანი პროგრამის ფარგლებში ახალი კრედიტი უკვე გამოყო. კონკრეტულად რა სფეროებზე და რა მოცულობით გადანაწილდება სავალუტო ფონდიდან ნასესხები ფული, ფინანსთა სამინისტროში ზუსტი გათვლა არ აქვთ. მინისტრთა კაბინეტში განმარტავენ, რომ თანხა საქართველოს მაკროეკონომიკური პოლიტიკის მხარდასაჭერად გამოიყო. SDR ნიშნავს სპეციალური ნასხობის უფლებას. დაახლოებით 140 მილიონი დოლარია, რომელსაც 3 წელს განმავლობაში მიიღებს საქართველო და ამ თანხის ნაწილი ჩაირიცხება ბიუჯეტში, ნაწილი შეიძლება მოხმარდეს ეროვნული ბანკის რეზერვების გასცემას. ეს არ არის ფისკალურად მნიშვნელოვანი, ეს არის მორალური მხარდაჭერა და იმის დადასტურება, რომ საქართველოს ეკონომიკა ვითარდება სწორად და ეკონომიკური პოლიტიკა არის სწორი. ეს გარკვეულწილად არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის სამახალისებელი კომპონენტი, ძალიან შეღავათიანი ცესხი, რომელიც იმისთვის არის ქვეყნებისთვის განკუთვნილი, რომ ქვეყნებმა დაიცვან პრუდენციული მოთხოვნები, ანუ არ წავიდნენ დიდ დეფიციტში და კონდეთ კარგი საგადასახადო ადმინისტრირება. თანხა ბიუჯეტში კონკრეტულად მას შემდეგ გაიწერება, როცა პარლამენტი კრედიტის რატიფიცირებას მოახდენს. საპარლამენტო უმრავლესობა თანხის განაწილებას სხვადასხვა სოციალური ვალდებულებების დაფინანსებისთვის ვარაუდობს. მმართველ გუნდში ახალი საგარეო ვალის გამო სამომხმარებლო კალათის ფასის გაზრდას გამურიცხავენ. აღებული გვაქვს პირიქით მოსახლეობაზე კარგად და იყოს ორიენტირებული და მიმართული, იმიტომ რომ მთელი რიგი სოციალური ვალდებულებები არის აღებული, რომლის შეჩერება და რომლის უარისქმა ნამდვილად არ შეიძლება და პირიქით უფრო უნდა გაუმჯობესდეს, განვითარდეს და ამავე დროს, რა თქმა უნდა, ეკონომიკის ზრდის მიმართულებითაც უნდა მოხდეს ამ ესე ვთქვათ სამწლიანი ტრანშის გაწერა. საგარეო ვალდებულებების გაზრდას სახიფათო ტენდენციად აფასებენ ოპოზიციაში. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ მთავრობამ ბიუჯეტი არარეალურ მაჩვენებელზე დაგეგმა. 1,6 მილიონი ლარით წელს იზრდება შიდა და გარე ვალი. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა. ეს არის ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი გაუაზრებელი პოლიტიკის შედეგი. ეს წელი იქნება ძალიან მძიმე ეკონომიკურად. ის ეკონომიკური ზრდა, რომელიც ეხლა ფიქსირდება, არის მხოლოდ იმიტომ, რომ შარშანდი იყო ჩავარდნა და ნოლთან შედარებით ყოველთვის რაღაცა პლუსია. რეალური შედეგი ამ წელიწადში, ამ წლის ბოლოს გამოჩნდება. ეკონომიკის პრობლემებზე საუბრობს ექსპერტთა ნაწილიც. ნაწილს კი მიაჩნია, რომ სავალუტო ფონდიდან ახალი კრედიტის აღება ეკონომიკის მდგრადობის გარანტია. ჩვენ მთლიანობაში რო შევხედოთ ჩვენი ქვეყნის ვალის მოცულობას მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, ეს არ არის ის კრიტიკული ზღვარი, რომლის იქეთაც შეიძლება ჩვენ რაღაც მაკროეკონომიკური საფრთხეების წინაშე რეალურად დავდგეთ. ამიტომ ეს არის მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად და ასევე ნაწილი შეიძლება მოხმარდეს სავალუტო რეზერვების შევსებას. ისეთ სუსტ ეკონომიკას, როგორიც საქართველოა, როცა ეკონომიკური წინსვლა არ შეესაბამება ვალის ზრდის ტემპს, საშიშროება სწორედ ამაშია. რა თქმა უნდა, დღეს ახლა არანაირი კატასტროფული სიტუაცია არ არის ვალთან დაკავშირებით. რა კი ვალს იღებს ხელისუფლება ისევ, ესე იგი რაღაც პროექტებისთვის მას არ ყოფნის ეს ფული. თუ არ ყოფნის, სანამ ეკონომიკა რაიმე დადებითი ძვრების თქვათ შემცველი გახდებოდეს, მანამ თავის შეკავება აჯობებდა. 2014 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 6 თვის შესრულების მაჩვენებლის მიხედვით შემოსავლების გეგმას, რომელიც 4 მილიარდზე მეტი იყო, 126 მილიონი ლარი დააკლდა. და დღეს ასევე კურიერში თქვენ ნახავთ რუსთავის ყოფილი მერი ქალაქის ახალი ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ვინ აიძულებს მერიის თანამშრომლებს სამსახურის დატოვებას, რატომ ითხოვს მამუკაჩიკოვანი საკრებულოს ხტომის მოწვევას და რა მასალების გადაცემას გეგმავს პროკურატურაში. ერთი ონკანის იმედზე დარჩენილი მთელი სოფელი რატომ აღარ მოქმედებს კოლმანავში საუბნო წყაროები, რის გამოც სოფლის მოსახლეობა საათობით უწევს რიგში დგომა წყლის ასაღებად. რატომ ნატრულობენ მანაველები ზამთარს, ჩვენი რეპორტაჟი კახეთიდან რამდენიმე წუთში. რუსული ავტოკოლონა უკრაინის იმ საზღვართან დაბანაკდა, რომელსაც სეპარატისტები აკონტროლებენ. კიევის შეუმოწმებელი ტვირთის მიღებაზე უარს აცხადებს. გახდება თუ არა ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული მისია ახალი სამხედრო ოპერაციის მიზეზი. რატო იცავ? არა, მაინტერესებს, რატო იცავ? რატო იცავ იმას? კაზანტიპი ჯერ არ გახსნა, თუმცა ხმაური უკვე დაიწყო. რა მოთხოვნებით მივიდნენ დღეს სასულიერო პირები და მრევლი ანაკლის ხიდთან. ხელმძღვანელი ამ ორგიის, პორნო ნარკოორგიის
გაძევებული იქნენ საქართველოსთან. სამანახე ბოშო ვინ არის? ბიჭო, შენ ხო იყიდე ტელევიზორს? აბა, შენ გითხავდი. სათი გუნა თუ დააყენე? არა? ხო და დააყენე. რა დავაყენო? რა და ტრაქტორი? დათუნიკა, წაი. კარგია, გიორგუნა, შემოიტანე შემდეგ. ამ მაქტიკუნა სატიკუნათი. გლახა ტელევიზორად კარგად აჩვენოს ბოშო. მაგთისატი, თანამგზავრული ტელევიზია მაგთის ხარისხით, ყველგან საქართველოში. მოიგე ჯეკპოტი 300,000 ლარზე მეტი და აიხდინე ყველა ოცნება. სიახლე მაკდონალდსში. უგემრიელესი პამიდორი. ხახვი. ყველი ჩედერი 10%-ით ნატურალური საქონლის ხორცი. ეს ნიუ-იორკ სენდვიჩია. მიირთვით ნიუ-იორკ მენიუ ისე, როგორც ამერიკაში და გაატარეთ ამერიკული კვირეული მაკდონალდსთან ერთად. მაკდონალდსი, რესტორანი მთელი ოჯახისთვის. პარიზი 1914 წელი. სიყვარულით შთაგონებული ნიკო სანდუკელი ლიმონადის საიდუმლო რეცეპტს ქმნის. სიყვარულის ნექტრად წოდებული ჯადოსნური სასმელი მალევე იპყრობს მისი რჩეულის გულს. ცოცხალი ხილის მრავალფეროვანი და თავბრუდამხვევი არომატი. გემო, რომელიც დროში მოგზაურობს. ლიმონადის ზანდუკელი. რეცეპტის სასწლიანი ისტორია. ხელი და სუსტითმა აღარასოდეს. ინოვაცია შვარცკოპისაგან. შაუმა კერატინის ძალა. ორჯერ მეტი კერატინი, ორჯერ მეტი სიძლიერე. უსაზღვროდ ძლიერი თმა და თითქმის 20 ჯერ ნაკლები მწვევადობა. თმის მაქსიმალური გაჯანსაღება შაუმას ისტორიაში. სიახლე, შაუმა კერატინის ძალა. შვარცკოპი. პროფესიონალთა გამოცდილება თქვენი თმისათვის. გააკეთე სწორი არჩევანი. მიიღე უპროცენტოს ცესხის სახლიდან გაუსვლელად. ვივუშჩი, ფული თანამედროვე ხალხისთვის. ისევ ფაღარათი. მე ვიღებ ზომებს ფაღარათის დროს კუშნაზლავის ტრაქტის პირველი მოქმედებისას. მეც. მნიშვნელოვანია რომ მკურნალობა დროული იყოს. მიიღეთ იმოდიუმი. იმოდიუმი რეკომენდებულია ფაღარათის დროს და ხალხს უწყობს სასარგებლო ნივთიერებების შენარჩუნებას. იმოდიუმი ფაღარათის მკურნალობა სწორია. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. სამანახე ბოშო ვინ არის? ბიჭო, შენ ხო იყიდე ტელევიზორს? აბა, შენ გითხავდი. სათი გუნა თუ დააყენე? არა? ხო და დააყენე. რა დავაყენო? რა და ტრაქტორი? დათუნიკა, წაი. კარგია, გიორგუნა, შემოიტანე შემდეგ. ამ მაქტიკუნა სატიკუნათი. გლახა ტელევიზორად კარგად აჩვენოს ბოშო. მაგთისატი, თანამგზავრული ტელევიზია მაგთის ხარისხით, ყველგან საქართველოში. ელიტ ელექტრონიქსის საზაფხულო შემოთავაზება. შეიძინეთ ბოშის მაცივარი და მიიღეთ 50%-მდე ფასდაკლება კონდიციონერზე ან ჭურჭლის სარეცხ მანქანაზე. ისარგებლე ულიმიტო სასაუბრო დროით ნებისმიერ ქსელზე. გააგზავნე ულიმიტო SMS-ები და გამოიყენე ინტერნეტი ულიმიტოდ. აკრიფეთ ფიფკი 110 ფიფკი 250 დიეზი. გაიაქტიურე ულიმიტო Beeline Mix-ი და მიიღე შეუზღუდავი კომუნიკაცია ყველაზე იაფად. მხოლოდ 25 ლარად. Beeline, ყველაზე დაბალი ფასი. 16 და 17 აგვისტოს ქუთაისში ბალახვანის 100 საფეხურიან კიბესთან. ნატახტარი წარმოგიდგენთ ქუთაისის ყოველწლიურ ლუდის ფესტივალს ქუთაისი Beer Fest 2014. მონაწილეობენ Latino Voice, დავით ილურიძის ბენდი, რეგიონი, გობლინები, ვიჯეტბერტ, ჯგუფი ყველა, ანი კეკუა, ფრანი. ფესტივალის დასაწყისი 17 საათზე. წლის ჩემპიონი
ჩემპიონი ლუდი. კვლავ სთავაზობს ერთგულ მომხმარებლებს შეეძინოს ევროპული სტანდარტის ლუდი გერმანულის ნახევარი ლიტრი, ისევ ერთლარად. ამჯერად ლიტრანახევრიან განახლებულ შეფუთვაში. ლიტრანახევრიანი ლუდი გერმანული სამლარად ისიამოვნე და გაუზიარე მეგობრებს. განუყურებთ კურიერს 9 საათზე კაზანტიპის ოფიციალურ გახსნამდე 6 დღით ადრე პოლიციას უკვე დაჭირდა ანაკლიის მისადგომებთან მობილიზება. დღეს სასულიერო პირები და მრევლი განმხურის ტერიტორიაზე ცდილობდნენ შესვლას, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს. რამდენიმე საათიანი მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ეკლესიის წარმომადგენლები კაზანტიპის პრეზიდენტის ქვეყნიდან გაძევებას მოითხოვენ. ნიკიტა მარშუნოკი კი სასულიერო პირებს ფესტივალზე ეპატიჟება. რატო იცავ? არა, მაინტერესებს, რატო იცავ? რატო იცავ იმას? ანაკლიიდან განმხურში გადასასვლელი ხიდი დღეს დილიდან გადაკეტილი იყო. სასულიერო პირები და მრევლი განმხურის ტერიტორიაზე შესვლას ითხოვდა, სადაც ფესტივალი კაზანტიპი უნდა ჩატარდეს. ხიდთან შეკრებილებს პოლიციის გაძლიერებული კორდონი დახვდათ. ტერიტორიაზე შესვლის ნებართვის მისაღებად სიტუაციაში გარკვევას სასულიერო პირები სამხარეო პოლიციის უფროსთან ცდილობდნენ. ქართულ ადამიანს თავის ტერიტორიაზე საქართველოში უბრძალავენ გადაადგილებას. ეს არის მე მგონი საგანგაშო ზარები არის შემოსაკრები და ეს არის ძალიან ისეთი უმძიმესი ფაქტი. სამსაათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. პოლიციის ინფორმაციით განმხურის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მრევლის უსაფრთხოების მიზნით ფესტივალის გამართვის ადგილას შეშვება ვერ მოხერხდებოდა. ეს მიზეზი მიუღებელი აღმოჩნდა მრევლისთვის. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება და პოლიცია ხიდის ჩაკეტვის გამო ძალადობაში დაადანაშაულეს. კაზანტიპის ფესტივალს დღეს ანაკლიაში პოლიტიკოსებიც აპროტესტებდნენ. ხალხს და მამაკაც შორის ეს პროსტიტუციის ხელშეწყობას პოპულარულ ენაზე სლენგი რო იხმოს სუტინიორობა ქვია. ეხლა სუტინიორობით ფულის გაკეთებას და ეკონომიკის გაძლიერებას თუ ვინმე ფიქრობს დაუპულა ასეთი ხელისუფლების საქმე. ანაკლია განმხურის ხიდთან მიმდებარე აქციას მოგვიანებით ფესტივალის პრეზიდენტი გამოიხმაურა. აქციის შეწყვეტის მიზნით ანატოლი მარშუნოკი სასულიერო პირებთან შეხვედრის ინიციატივითაც გამოვიდა. ამ ტერიტორიაზე რამდენიმე მილიონის ღირებულების ტექნიკაა განთავსებული, ამიტომაც უცხო პირების შემოშვება არ ხდება და ეს ვფიქრობ ნორმალურია. როცა ფესტივალი დაიწყება, აიღონ ვიზა და ვისაც უნდა შემოვიდეს. დანარჩენ საკითხებზე მოლაპარაკება შეიძლება, დამიჯერეთ, აქ არაფერი საგანგაშო არ ხდება. სექსუალური ურთიერთობის პროპაგანდას ამ ტერიტორიაზე არავინ გეგმავს. ამის სათქმელად არც მათ ლიდერებთან შეხვედრაზე ვიტყვი უარს. კაზანტიპის ფესტივალის პრეზიდენტის შეთავაზებას აქციის ორგანიზატორებმა მოგვიანებით უპასუხეს. სასულიერო პირებმა ფესტივალის ჩატარება კიდევ ერთხელ გააპროტესტეს და ნიკიტა მარშუნოკის ქვეყნიდან გაძევება მოითხოვეს. ხელმძღვანელი ამ ორგიის, პორნო ნარკოორგიის გაძევებული იქნეს საქართველოსთან. არამსუ მასთან შეხვედრა. ასეთი ადამიანები საქართველოს საზღვარს არ უნდა კვეთნენ. ამ განცხადების შემდეგ აქცია განმხურის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ 2 საათის განმავლობაში გაგრძელდა. მოგვიანებით აქციის მონაწილეებმა ტერიტორია დატოვეს და მსვლელობით ანაკლიის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარში გადაინაცვლეს. დღის ბოლოს კაზანტიპის საწინააღმდეგო მიზეზები თბილისში საპატრიარქოს წარმომადგენლებმა განმარტეს. თითქოს ეხლა ფუთავენ ამ საკითხს, რომ იქ არ იქნება ნარკოტიკები, არ იქნება უდიში მომიხდია სექსი და ასე შემდეგ. სინამდვილეში ჩვენ გვაქვს უკრაინის საოცარი გამოცდილება და თუ დაინტერესდება მავანი ადვილად აღმოჩენს, რომ უკრაინაში ამ პროცესებთან დაკავშირებით, კაზანტიპთან დაკავშირებით არის გასულ წლებში უდიდესი აფეთქება შიდსის. სასულიერო პირების პროტესტს და 6 საათის განმავლობაში მიმდინარე აქციას დღის ბოლოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გამოეხმაურა. ვახტანგ გომელაური განმარტავს, რომ ფესტივალის მიმდინარეობისას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით პოლიცია შესაბამისი ზომების მიღებას გეგმავს. როგორც კონტროლდება, ვთქვათ, გარეთ ქუჩაში ეს თემა, ასე გაკონტროლდება. შეგინთ აქ უფრო უკაცესად გაკონტროლდება. აქ იქნება სხვადასხვა დეპარტამენტები ჩართული, შინაგან საქმეთა სამინისტროსი და არ დაუშვებთ არანაირად კიდევ ვიძახი არანაირი ნარკოტიკულ საშუალებას. სასულიერო პირები და მრევლი კაზანტიპის ფესტივალის მიმდებარე ტერიტორიაზე პერმანენტული აქციების გამართვას გეგმავენ. პარალელურად ფესტივალისთვის მზადება უკვე სრულდება. ორგანიზატორებს ამისთვის ერთ კვირაზე ნაკლები დრო რჩებათ. კაზანტიპი 20 აგვისტოს დაიწყება და 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. ხმაური იყო დღეს თბილისში მოსაშვილის 3 ნომერში, სადაც ადგილობრივები ეზოში მიმდინარე მშენებლობას აპროტესტებენ. მოსახლეობა სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლებსა და საპატრულო პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. ადგილობრივები იმ კედლის მშენებლობას აპროტესტებენ, რომელმაც შეეძლო მათი განმარტებით კორპუსის ნგრევა გამოიწვიოს. ტერიტორიაზე ჭავჭავაძე 64 სასტუმროს აშენებს. სამუშაოების შეწყვეტის დადგენილება და
კომპანიის 5000 ლარის დაჯარიმების გადაწყვეტილება მერიის თანამშრომლობის ზედამხედველობის სამსახურმა მიიღო, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ მათ ყველა დოკუმენტაცია აქვს, რაც ჩვენებლობის გაგრძელების ნებართვას იძლევა. გადმოდით აქეთ დადექი და ვილაპარაკო. ამუსებს იქნებ. იმედი ჰქონდა მოსახლეობას, რომ ახლა დარჩეული მერი, მინდა ესეც თქვა, ნარმანია, მე თვითონ მოვისმინე, რომ აწი დაიცავდა ის მშენებლობას, გააკონტროლებდა. ჩვენი მერიის სამსახურმა გააკეთა რეაგირება, შეაჩერა მშენებლობა. ეხლა უკვე ჩვენ არ გველებს სახელმწიფოება არაფერი. ეხლა უკვე იუსტიციის სამინისტროს ეკუთვნის ასრულების ბიურო, კი ბათუმ უნდა იმოქმედონ. სამხაროულოს დასკვნა გვაქვს ამ კედელზე, რომ ეს არის ავარიული, ყოველდღიურად არის იმის საფრთხე, რომ ჩამოიშლება და კეთება დამცავი ნორმები. აღნიშნული სამუშაოების შეჩერებაზე კომპანიის წარმომადგენლება განაცხადეს უარი, რის შემდეგაც კომპანია დაჯარიმდა შესაბამისი ჯარიმით. რუსთავის მერიაში თანამშრომლების იძულებით გათავისუფლებას ნაცნობ მოძრაობაში აპროტესტებენ.